მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რუბრიკას სახელწოდებით სიტყვა იურისტს. მე გახლავართ მისი წამყვანი მაგდა. დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატი ბატონი გია ტაბლიაშვილი. მოგესალმებით ბატონო გია. პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ მოგზავნით ჩვენთან, დრო გამონახეთ. გთხოვთ გვიამბოთ თქვენ შესახებ. გაგვეცანით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს ოფისში მოპატიჟება. ასევე თქვენაირი საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და რა თქმა უნდა მადლობა მსმენელს, ვინც მოგვისმენს და გიყურებს ამ გადაცემის შემდეგ ჩვენს ინტერვიუს მოისმენს. მე გახლავართ იურისტი, რომელმაც დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით. მუშაობდი სხვადასხვა პოზიციებზე იურისტად სხვადასხვა უწყებებში. 2004 წელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია დაფუძნდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოხდა. მაშინ ჩვენ ვიძახდით ადვოკატთა ტესტირებას, ამჟამად გამოსთა ქვია უკვე საკმაოდ რამოდენიმე წელია. ანუ გამოსთა ჩავაბარე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2004 წელს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ეტაპი ადვოკატთა კორპუსის ცხოვრებაში და 2004 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და ოღონდ 2006 წლიდან დაიწყო პრაქტიკული საქმიანობა საადვოკატო კორპუსმა, ვინაიდან იქ რაღაც სამართლებრივი დავები იყო და ადვოკატთა ასოციაციის შექმნის დღიდან შეიქმნა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია. სადაც ძირითადად მოღვაწეობდი მე საქმიანობას ვეწეოდი ამ კომისიაში. გარდა საადვოკატო პრაქტიკული საქმიანობისა, ჩემი მოღვაწეობა ბევრწილად უკავშირდება ამ კომისიის მუშაობას. ეს ეთიკის კომისია, აქვე უნდა ვთქვა, რომ ეთიკის კომისიის პირველი თავმჯდომარე გახდათ ქალბატონი ციცინო ცხედიანი, ცნობილი ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიკატულო იურისტი ქალბატონი დღესაც მოღვაწეობს და ადვოკატთა ასოციაციის პირველი თავმჯდომარე გახდათ ბატონი კახა ასლანიშვილი. ეს იყო 2004 წლის პერიოდი. 2006 წლიდან დაიწყო ეთიკის კომისიამ საქმიანობა და მინდა გითხრათ, რომ ადვოკატთა ასოციაციის ამ კომისიამ უდიდესი როლი შეასრულა თვითონ ადვოკატთა კორპუსის ეთიკური ნორმების, ეთიკური ქცევების, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართ დამოკიდებულებაში და რეგულაციებში. ეს იყო, რა თქმა უნდა, ქაოტური ვითარება იყო ამ საკითხთან მიმართებით ადვოკატთა კორპუსში და ეთიკის კომისიის შექმნის ძირითადი არსი და იდეა იყო ის, რომ მომხდარიყო მცდელობა როგორმე რეგულაციებში მოეხდინა და ნორმატიული ბაზა შეიქმნა ადვოკატების ქცევის საზოგადოებასთან ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა სასამართლო და შიდა სამართალწარმოების სფეროში მოღვაწე და იმ ხანად და ამჟამადაც ამ სფეროში სამართალდამცავ სფეროში, სამოქალაქო დავების სფეროში და ადმინისტრაციულ და საკონსტიტუციო სამართლის სფეროში. ანუ ადვოკატი სადაც კი შემხებლობაში მოვიდოდა ნებისმიერ საჯარო უწყებასთან, ეს ეთიკის კომისია უკვე ვალდებული იყო, რომ თუ იქ გადასტომა ექნებოდა ადვოკატს, ეთიკის კომისიას ვალდებულებები ენიჭებოდა, რომ დაერეგულირებინა, ხო და ამავე დროს შეიქმნა ეთიკის კოდექსი. ჩვენ ორი კოდექსი გვაქვს ადვოკატთა საქმიანობისათვის, ეს არის ადვოკატთა შესახებ კანონი, ზოგადი კანონი და არის ეთიკის კოდექსი. ეხლა ამ ეთიკის კომისიაში მუშაობის პერიოდში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კურიოზული ფაქტიც ქონია და ქონია ძალიან გახმაურებული საქმეები და მნიშვნელოვანი ფაქტებიც, მძიმე ფაქტებიც. ხო, ეხლა მე სანამ კონკრეტულად ამ მაგალითებზე გადავიდოდე, რა თქმა უნდა, ახლა გვარზე დაკონკრეტება არ ხდება და ეთიკის საერთოდ ეთიკის გადაწყვეტილებები დახურულია, უბრალოდ დაშტრეხულია თორე შინაარსი დევს. აქვე უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ
ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება რა შეიქმნა. თავიდანვე ძალიან კარგი მიმართულება იყო. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება, ანუ უარყოფით გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მხარეს როცა ეს ადვოკატს აქვს მხოლოდ გასაჩივრების უფლება, ანუ მე მინდა მსმენელისთვის აი გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, ძალიან მარტივად, ანუ მაგალითად მოქალაქე უჩივის ადვოკატს ეთიკის კომისიაში. ეს გადაწყვეტილება თუ გამოვიდა ადვოკატის საუარესოდ, ანუ ადვოკატმა თუ ადვოკატის წაგები დასრულდა, ამ შემთხვევაში ადვოკატი ასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში. და უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციული პალატა იხილავს ამ საკითხს, ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ გარდა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებისა, ძალიან მნიშვნელოვანია უზენაესის გადაწყვეტილება. ანუ ფაქტიურად უზენაეს სასამართლოში ხდება დამატებითი ეთიკის კომისიის შემოწმება გადაწყვეტილების, არის ხშირი შემთხვევები, როდესაც უზენაესი აუქმებს ამ გადაწყვეტილებას, არის ესეც ძალაშტოებს. ანუ უზენაესი სტანდარტი ძალიან მაღალია ამ შემთხვევაში, ხოლო თვითონ მომჩივანი, ვინც ჩივის, მაგალითად ადვოკატს, ვინც უჩივის, იმან თუ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება, ის ვერ ასაჩივრებს. მხოლოდ ადვოკატი ასაჩივრებს, ასეთ ანუ კოდექსით ესეა დადგილი. ეხლა ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, კურიოზული შემთხვევები ქონია, ძალიან ბევრი გახმაურებული საქმეებიც ყოფილა და ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებებია მიღებული. მაგალითად, ეთიკის კომისიის მნიშვნელობა კიდევ რაში მდგომარეობს, რომ ეთიკის კომისია მაგალითად დაადგინა 2016 წელს, რომ სოციალურ ქსელებში ადვოკატების მიერ ერთმანეთის მიმართ უდიერი მოპყრობა, შეურაცხყოფა, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, უბრალოდ უპატივისცემლობა აი კოლეგების მიმართ ეთიკის კომისიას აქვს დადგენილი ასეთი გადაწყვეტილებით, რომ ეს არის დარღვევა. მაგალითად სოციალურ ქსელში. სხვათა შორის ჩემი კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან დიდად ვამახვილებდით ჩვენ ძალიან უაღრესად კვალიფიციური შემადგენლობებია ეთიკის კომისიაში, ისეთი რაღაც ახლა შემთხვევითი ხალხი და რაღაც არაპროფესიონალები ყოველთვის ნაკლებად არის, რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც გამონაკლისები სადღაც არის, მაგრამ ძალიან კვალიფიციური, უაღრესად ცოდნე ადამიანები არიან, იმიტომ რომ ამათ ხელში გადის ადვოკატების ფაქტიურად ბედი აქ წყდება და ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხები ყოველთვის ძალიან მაღალ სტანდარტზეა ასული. ეხლა რაც შეეხება ძალიან ესეთ კურიოზული შემთხვევები, რა თქმა უნდა, ქონია ჩვენ ეთიკის კომისიაში. მახსენდება 2016 წელს ქონდა ასეთი ერთ-ერთი საქმის განხილვა, როდესაც მოქალაქემ უჩივლა ადვოკატს ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით და ჩივილის საგანი იყო პირადი შეურაცხყოფა. ნუ რაღაც საქმის განხილვის დროს ეს ქალბატონი აცხადებდა, რომ ადვოკატიო სულ კომუნიკაცია მიჭირდა ამ კაცთანო და შემდეგ ერთ-ერთ შეხვედრის დროსო დედა მაგინაო და მითხრაო, რომ დავეღალეო შენი შეწუხებითო. ნუ რა თქმა უნდა, ეხა ეთიკის კომისიის წესი ასეთია, რომ უსმენ ცალ-ცალკე ორივე მხარეს, ან შეიძლება არც ერთს არ მოусმინა, საქმე არ გაძლიერდეს. ცალ-ცალკე უსმენ ორივე მხარეს და თუ მნიშვნელოვანი რაღაც საკითხები მართლა აღმოაჩინე, სავარაუდო დარღვევის. შემდეგ კომისიის დიდ სხდომაზე გაგაქვს საკითხი და მთელი კომისიის დიდი ჟიური უსმენთ ორივე მხარეს ერთად. ეხლა რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე როდესაც მოусმინეთ, ამ ქალბატონმა თქვა თავისი ტკივილი, რომ აგინა დედა ამხელა ასაკოვან ქალს ისე დღეს ჩამაგდო, ნუ რა ვიცი, წამლებ გულის წამლებს ავიბის მერე და ადვოკატი რომელიც მოვიწვიეთ, იმან კატეგორიულად უარყო, როგორ გეკადრებათო. აი როგორ ესო ჩემი შეურაცხყოფაო და როგორ აი ეს როგორ მაკადრა ამ ქალბატონო და ეხლა როდესაც შევახვედრეთ ერთად უსმენთ მთელი კომისია ორივე ცალ-ცალკეს აქეთი მოპირდაპირ მხარეს ხედან და ხა ვეკითხებით ადვოკატს ეს ქალბატონი იქ ამჩივანი. აბა როგორ მოხდა ეხლა ქალბატონი რო გაბრალებთ იყო ესეთ შემთხვევა როგორ გეკადრებათო ადვოკატმა თქვა მსგავსი რამეს ჩემ პირიდანო მე ვერ გამოუშვებდიო. და აი ეს ქალბატონი უბრუნდა და ეკითხება შეარ გასახარებელოა შენო მიაწყევლა ოჯახი შვილები ისე მაქსიმარტლის შენი არეო და ესე იგი საოცრება რა იყო ეხა კომისიის წევრები თუ მოისმენენ იმ წლების ეხა ყველას გაახსენდება. ამ ადვოკატმა ვერ მოითმინა და მობილური ტელეფონი ესროლა ამ ქალს და თან დედაც კიდევ შეაგინა. ხო და ეს იყო აი ორივე მხარე დამნაშავე იყო. ხო, ანუ ესე კაცი რომელიც ამტკიცებდა რომ როგორ გეკადრებათო მე ამ ხნის ქალბატონსო დედას როგორ შევაგინებდიო,
იქ ჩვენ თვალწინ დედა ამოუტრიალა დედმა საფლავი და ახლა აღარ იყო პრობლემა, უკვე დადგენილი იყო დარღვევა. ასეთებიც გქონია. თუმცა ახლა ხუმრობა იქით იყოს და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებია განხილული ეთიკის კომისიაში, ეხლაც იქნება რა თქმა უნდა და წარსულში ჩემ პერიოდში იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული საქმე იყო მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს იქ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით იყო ძალიან სერიოზული დავა და მე როდესაც კომისიის თავმჯდომარედ ამირჩიეს ეს საქმე შემოდებული იყო ასე ვთქვათ, პირობითად თაროზე და იმიტომ რომ ორი ადვოკატი ძალიან ცნობილი ადვოკატი ერთმანეთს უჩიოდა ამ საკითხზე. რაღაც მიწების განაწილების საკითხზე, ერთი მეორეს ედავებოდა რაღაცის გაყალბებაში და ეს საქმე მე როდესაც კომისიის თავმჯდომარედ ამირჩიეს, პირველი საქმე ეს ავიღე, იმიტომ ძალიან რთული საქმე იყო. მაინტერესებდა მეც ახლა ჩემთვისაც, ჩემი გამოცდილებისთვის და მოხდა ამ საქმის იმდენად ხარისხიანი და იმდენად ხანგრძლივი პერიოდი იხილებოდა, იმდენად კვალიფიციური განხილვა ახლა კომისიის თავმჯდომარეები ვინც მოისმენენ ამას დამეთანხმებია, რომ თითქმის არც ერთ მხარეს არ დარჩენია რაიმე პრეტენზია ერთმანეთის მიმართ, ანუ იმდენად საჯაროდ განხილვა მოხდა ამ საქმის და არაერთი ესეთ საქმე ყოფილა. ძირითადად ეთიკის კომისიის საქმეების განხილვის დროს, ანუ საჩივრების შინაარსი ეხება, დღესაც ეგრეა რა თქმა უნდა, პრობლემა არის რა იცით? პრობლემა არის პირველი ჰონორარის არ დაბრუნება, არათანაზომიერი ჰონორარის მოთხოვნა, ადვოკატი, როდესაც კლიენტთან კონფლიქტში შედის, მაგალითად შუა საქმის მსვლელობის დროს რაღაც კონფლიქტი მოხდა, ხო? კლიენტი აცხადებს უარს, აღარ მინდა მე ეს პირობითად რომელიღაცა ადვოკატი. ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილება ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და უზენაეს სასამართლოს აქვს ეს кейსი დევ საიტზე, რომ თუ ადვოკატსა და კლიენტ შორის ხდება ინტერესთა კონფლიქტი რაღაც ეტაპზე, არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ ეტაპზე, ადვოკატი ვალდებულია, რომ ჰონორარის ის ნაწილი დააბრუნოს, რა ნაწილი სამუშაოსაც აღარ ასრულებს. ეხლა მაგალითად ადვოკატმა პირობითად გამოართვა 100 ლარი კლიენტს. და ეს 100 ლარი გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში მუშაობისთვის. აუშვათ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხო? და სასამართლოს სვლელობის დროს, შუა სვლელობის დროს, საქმის შუაში სადღაც დაიწყო კონფლიქტი. ნუ ახლა პიროვნება ადამიანები ვარ და ზოგ კლიენტს ეს არ მოწონს, ზოგ ადვოკატს ეს არ მოწონს, თუმცა უნდა აუცილებლად დავძინო აქვე, რომ ძალიან დიდი თმენის ვალდებულება აქვს ადვოკატს ვიდრე კლიენტს. ეს არის უდაო ჭეშმარიტება და ამისთვის ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით დღესაც სულ მაგაზე გვაქვს საუბარი ჩემ კოლეგებთან, რომ თმენა შედარება არ არის, თმენა კლიენტსა და ადვოკატი ვალდებული ითმინოს, თუმცა ამ თმენასაც აქვს საზღვრები. ამიტომ წერია ჩვენ გადაწყვეტილებებში პირდაპირ არაერთი გადაწყვეტილება უზენა ის, რომ როდესაც კლიენტისგან თანხას იღებს ჰონორარს, ნუ ხელშეკრულებით თუ სიტყვიერ თუ წერილობით, როდესაც წყდება იწყება კონფლიქტი, იქ მთავრდება ურთიერთობა. ზოგადად ესეა დადგენილი წესი. და ადვოკატი ვალდებულია დააბრუნოს ის ჰონორარი, რომელიც არ გამოიმუშავა. ეხლა აქ ისმის შეკითხვა, აი როგორ უნდა დავადგინოთ, მაგალითად ადვოკატმა იმ 100 ლარიდან 20 ლარი უნდა დააბრუნოს თუ 30. აქ ორი პირობაა. პირველი რომ მოილაპარაკონ რა არის დასაბრუნებელი და თუ მოლაპარაკება ვერ მოხდება კლიენტსა და ადვოკატს შორის, ან ადვოკატი არ აბრუნებს, მაშინ კლიენტი მიდის სასამართლოში. ანუ ეს დავაც ეს დარეგულირებულია კანონმდებლობით, ყველაზე მაღალ დონეზეა დარეგულირებული, ახლა უზენაეს სასამართლოზე მაღალი ინსტანცია ჩვენ აღარ აქვს, ხო? ანუ ეს საკითხები ესე ლაგდება. ანალოგიური მდგომარეობაა, მაგალითად, აი წეღა რომ მოვყევი ეს კურიოზული შემთხვევა შეურაცხყოფებზე. ბოდიში, მოქალაქემ რა უნდა გააკეთოს იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება, რომ მისი ადვოკატი იქცევა არაეთიკურად. რას ურჩევდით მოქალაქეებს, ვის უნდა მიმართონ, ან როგორ უნდა მოიქცენ ამ შემთხვევაში? კი ბატონო, ძალიან კარგი შეკითხვაა. მოქალაქემ პირველ რიგში თუ ატყობს, რომ მისი ადვოკატის საქციელი უკვე სერიოზულ ფარგლებიდან გადის, ნორმალური ურთიერთობის ფარგლებიდან,
აი სწორედ ამას ემსახურება ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია. ეთიკის კომისია განსაზღვრავს აი ამ ურთიერთობების ყველა ეტაპზე სტანდარტს. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეთიკის კომისიის ადმინისტრირების გარეთ გადის უკვე სისხლისამართლის დანაშაულის ნიშნები თუ არა, რა თქმა უნდა, ადვოკატის ქცევაში, ეხლა ეს თაღლითობა, ძალადობა, იძულება და ეგ უკვე სისხლისამართლის სფეროში შედის, გადის ადმინისტრირებიდან, ეთიკის კომისიის ფარგლებიდან და ბუნებრივია შეუძლია მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურებს, პროკურატურის, პოლიციის ორგანოებს, სხვა ორგანოებს, რა თქმა უნდა, არა მარტო პროკურატურას და სხვადასხვა არის საჯარო დაწესებულება. ხო, აი აქ მინდა ერთი საინტერესო ის დავძინო, რომ თავის დროზე, როდესაც ეთიკის კომისია შეიქმნა, ამ კომისიის შექმნის იდეა იყო, რომ ადვოკატები, ძირითადად ეხა ეს ხო ადვოკატების დარღვევებზეა, ხო, ფოკუსირებული ეს კომისია, შეიქმნა თავარი მიზანი იყო, რომ მაგალითად მოქალაქე არ წასულიყო პროკურატურაში და პოლიციაში საჩივრელად და ეთიკის კომისიას ფაქტიურად დაერეგულირებია ეს დავა და ადვოკატს არ ერბინა უსასრულოდ მაგალითად ხო ხა ყველამ ვიცით ხა სად ეთიკის კომისია სიარული და სად საჯარო ხო სამართალდამცავ სტრუქტურებს და იქ სხვა გაგებაა ხო და სხვა გაგება სამართლებრივი მიდგომაა. ამიტომ ეთიკის კომისიის ძირითადი ამოცანა თავიდან ეს იყო, რომ აქეთ წამოსულიყო ეს საჩივრები. თავიდან რა თქმა უნდა ამ საჩივრების ძალიან მცირე ოდენობები იყო, მაგრამ დღეს მდგომარეობით ძალიან აქტუალურია ამ კომისიის მუშაობა, საჯაროდ ცნობილი ეს და ამიტომ მე ყველა მოქალაქეს, რომელსაც შეექმნება ეს პრობლემა და აშკარად უკვე თვითონაც ხედავს, რომ მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მის ინტერესებს აღარ იცავს ერთგვარად დანეთ, რომ ხა რაღაც ზოგჯერ შეიძლება მოქალაქის რაღაც ახირებული ის იყოს და ადვოკატი არაფერში ვერ შეიძლება. აი უყურეთ, კი ბატონო, მესმის. ზოგადად, აი ხა მაგალითად სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ადვოკატის მოღვაწეობა სრულად დამოკიდებულია მის დაცვის კაშხობზე. ანუ ბრალდებულია ადვოკატი, მოწმეა თუ მსჯავრდებულია კანონია საპროცესო კანონმდებლობა აგებულია ბრალდებულის პიროვნებაზე, ანუ მასზე ხარ დამოკიდებული ადვოკატი. წინა კოდექსი 2010 წლამდე საპროცესო კოდექსი 100 არ იყო. ანუ ფაქტიურად ადვოკატ შეგიძლია გადაგეწყვიტა, რომ მე შენი სამართლებრივი მიმართულების გარდა პოზიცია, არა, ეხლა ისია საპროცესო კანონმდებლობა ჩვენი 38-39 ეს მუხლები რომლებიც მოდის, რომ ძირითადად ხარ დამოკიდებული შენი დაცვის კაშხობზე. სისხლის სამართლის იმას ვიძახი კანონმდებლობას. ამიტომ მას შეუძლია მაგალითად ყავდეს 10 ადვოკატი და შეუძლია ნებისმიერ დროს შენ შეცვალოს. ანუ ის რომ შენ თუ თვითონ ბრალდებულმა თქვა რომ მე აღარ მინდა კონკრეტული X ადვოკატი, უფლება აღარ აქვს ვერ დარჩები საქმეში, ანუ დამოკიდებული ხარ შენ კლიენტზე. აი ზუსტად ამის თქმა მინდა რომ ხშირად არის რომ მაგალითად უკმაყოფილება შეიძლება უსაფუძვლოდ არა აქვს მიზეზი. არა გეუბნება რომ არ მომწონს, რაღაც არ მომეწონა, მაგალითად სასამართლოზე შენ ისე არ ხარ აგრესიული, რაღაც რომ აი ისე არ სინამდვილეში ხა პროფესიონალები არიან ადვოკატების აბსოლუტურად. მსგავსი ფაქტები ხშირად არის. ძალიან ბევრი ფაქტებია ასეთი, ამიტომ ეთიკის კომისიის პასუხისგებლობა და ტვირთი არის ზუსტად ის რომ უნდა გაარჩიოს ამ ეთიკის კომისიამ მტკიცებულებების საფუძველზე რომ ადვოკატია მართალი თუ მისი კლიენტი ან მისი დაცვის კაშხობი, იმიტომ რომ შეიძლება მაგალითად ადვოკატის დაცვის კაშხობი იმყოფება მაგალითად საპატიმროში, მაგრამ კლიენტი იყოს მისი ოჯახის წევრი. ძალიან სხვადასხვა დიფერენცირებული ცნებებია, ანუ ხელშეკრულება შეიძლება გააფორმო ოჯახის წევრთან და ის არის შენი კლიენტი. ამას იცავ. ამიტომ ადვოკატი ხანდახან ორ წყალს შუაა. მაგალითად არის რომ ვინც დაგიქირავა, ხო? ის ძალიან კმაყოფილია, კომუნიკაბელური ხარ და ახლა ის იქ ციხეში საპატიმროში ან სხვა ვიღაცა პირობითად ეხა აურია ტვინი და რაღაცა არ მოწონს შენი. თუმცა ვერ გისაბუთებს. ამ შემთხვევაში იძულებული ხდები რომ აცილების საკითხი შენ თვითონ მე დღეს ერთ-ერთმა სხვა შორის ჩემო კოლეგამ დამირეკა და მითხრა რომ რაღაცა ვერ მოვილაპარაკეთო და რა ვქნაო. რო ვერ მოვილაპარაკე ამ შემთხვევაში რაღაც პრობლემაა, თვითაცილებას აცხადე და გადიხარ საქმიდან. ანუ დამოკიდებული სრულად ხარ შენ დაცვის კაშხობზე. ის კი არ არის შენზე დამოკიდებული, შენ ხარ. ასე რომ აი ესეთ შემთხვევები როდესაც არის კლიენტებისგან უკმაყოფილება არის, ვალდებულება გიჩნდება უკვე რომ აცილების საკითხი შენ თვითონ გახვიდე საქმიდან
და რაც შეეხება ხო გეუბნებით ჰონორარის დაბრუნება გიწევს ვალდებულება გაქვს. ეხლა ის კი არ არის შენ გინდა თუ არ გინდა. გიწევს ჰონორარის დაბრუნება, მაგალითად ეხლა ძალიან საინტერესო რაღაცას მოვყვები ახლა მსმენელისთვისაც რომ გასაგები იყოს, იმიტომ რომ აქ ხო ჩვენ ბევრი ჩვენი მომავალი შეიძლება კლიენტებიც გვისმენს, ხო? აიყურეთ დადგენილია საქართველოში ესეთი სტანდარტი, რომელსაც სულ ყოველთვის ჩემ კოლეგებსაც მაშინაც უხსნით, რომ როდესაც იწყებს საქმეში მუშაობას, არ შეიძლება რომ წინასწარ კლიენტს მოელაპარაკო, სასამართლო ხომ უნდა გაიაროს ამ საქმეს. კლიენტს მოელაპარაკო სამივე ინსტანციის სასამართლოზე, არ შეიძლება. თუ დასაშვებია მოელაპარაკო, მაგრამ შენ ხომ წინასწარ არ იცი მაგალითად რომ რომელ ინსტანციაში დასრულდება ეს საქმე. სამოქალაქო წესით მორიგებით, ან გადაწყვეტილება მაგალითად შეიძლება კმაყოფილი იყო და აღარ გაასაჩიურო, სისხლის სამართალში ხო საერთოდ შეიძლება დაიწყოს ადამიანი დააკავონ და 2 კვირაში ან 1 თვეში მაგალითად საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს და დამთავრდეს. ამიტომ ჩვენ ამაზე თხოვდით და დღესაც არის ესეთი მოთხოვნა, რომ ყოველთვის უნდა ეცადო რომ შენს კლიენტთან და დაცვის ქვეშ ყოფთან გააფორმო ხელშეკრულება თავიდან რა თქმა უნდა ის იმ ინსტანციაზე, სადაც უნდა დაიწყოს საქმე და არა მაგალითად ყველა ინსტანციაზე. ხა რატო? ადვოკატის პრობლემა როგორ იქნება და საწარმოიშვება. კლიენტმა როდესაც უნდა გადაგიხადოს მაგალითად 100 ლარი, ну შენ ეუბნები რომ ეს ამავე ინსტანციაში მინდა შენს მეტი არავინ არ ჭირდება. ამ დროს დამთავრდა პირველი ინსტანციის საქმე. ეხა შეიძლება მოვიდეს ეს კლიენტი და გითხრას რომ ბატონო 100 ლარი რომ გადაგიხადეთ სამივე ინსტანციის, თქვენ ხო პირველ ინსტანციაში მომემსახურე და მოდი ის დანარჩენი დამებრუნე, ხო? ამ დროს იწყება კონფლიქტი. ეს დადგენილია. ვალდებული ხარ დააბრუნო, თუ რა თქმა უნდა, ეხლა კეთილსინდისიერად ეპყრობი კლიენტს. ამიტომ ეს დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რომ ნუ თანხდები შენ წინასწარ ადვოკატს ყველა ინსტანციაზე. რა შენი საკუთარი დათესავიათ ეხლა მე როცა უკვე კონფლიქტები აღარც ნაცსაობა ახსოვს და აღარც მეგობრობა იწყება დაპირისპირება. ამიტომ ეთიკის ნორმების დაცვა ადვოკატის მხრიდან როდესაც აბრუნებს. ხო, აი უყურეთ, ამიტომ ვიძახი რომ ყოველთვის უნდა ადვოკატმა იცოდეს ეთიკის кейსები უნდა იცოდნენ. თუ დრო აქვს მოეთხოვება. ხო, თუ დრო აქვს კოდექსი ერთია, მაგრამ კოდექსში არ წერია ყველაფერი, მაგალითად, კოდექსში ხა ეს არ წერია, რომ სამი ინსტანციის ფული წინასწარ არ გამოვართო. ეს წერია უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ეთიკის გადაწყვეტილებაში, რომელიც საიტზე გვიდევს. ამიტომ ესეც უნდა იცოდეს ადვოკატმა, რომ არ ქონდეს პრობლემა. მისთვის უკეთესია უთხრას, რომ იცი რა, მე მოგემსახურები პირველი ინსტანციის სასამართლოში და თუ კმაყოფილი დარჩები ჩემი მუშაობით და შედეგით, ბუნებრივია მე გადავწყვიტავთ, ხო, გავაგრძელო თუ არა და შემდგომ ინსტანციებში, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც პირველ ინსტანციაში მთავრდება და აი, ანუ ამის თქმა მინდა, რომ ძალიან ბევრი გარემოებებია ესეთი, რომელიც შეიძლება წარმოეშვას ადვოკატს და ძალიან მნიშვნელოვანია კიდე მაგალითად საზოგადოებამ იცოდეს თავისი უფლებამოვალეობები, რაში მდგომარეობს, რომ ეხლა თქვენი ეხლა ესეთი მსგავსი გადაცემები რატო არის ძალიან საინტერესო და არსებითად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც პროფესიონალი ამ ცოდნეს საუბრობს, ხო, თვითონ საზოგადოებისათვისაც არის ეს კარგი და გათვითცნობიერებისთვის და კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ეხლა მე არ ვიცი ეგ შეკითხვა თქვენ გქონდათ თუ არა, მაგრამ მე მინდა ვთქვა აუცილებლად, რომ აი ბოლო ხანებში ხშირად არის ადვოკატების უფლებების დარღვევაზეა საუბარი საზოგადოებაში, ტელევიზიებში. მე მაინც ვთვლი, რომ ადვოკატის უფლების დარღვევისთვის არსებობს შესაბამისი სამართლებრივი ნორმებია, რომლებიც რეაგირებენ ადვოკატს იცავს, ადვოკატს დაცვის მექანიზმი აქვს კანონით, თუმცა არის ბევრი შემთხვევა, სადაც თვითონ ადვოკატის საქმიანობა და ადვოკატის მოღვაწეობა ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს. ამიტომ ყოველთვის უკეთესია, რომ ადვოკატის თავისი ღირსების მანტიის, ჯერ არა გვაქვს მანტია, მაგრამ ესე არის დადგენილი მანტიის ფორმა, ადვოკატი თავის პროფესიონალიზმით და კვალიფიკაციით აუცილებლად უნდა იყოს წონადი ფიგურა, რომ ჩვენ ახლა ყველა ვესწრებით სამართლებრივი სასამართლო დარბაზებში ყველა ვარ და ხედავთ რა ხდება, რომ ადვოკატი აუცილებლად უნდა იცავდეს პირველ რიგში თავის საკუთარ ინტერესს და თავის რეიტინგს, რენომე უნდა კონდეს ისეთი, რომ მაქსიმალურად მოერიდოს გარეშემყოფი პირი და საზოგადოება, რომ მის მიმართ დამოკიდებულება არ უნდა იყოს უდიერი. ანუ შენი საქციელი და შენი პიროვნული თვისებები შენ წონადობას ბევრად გმატეს პირველ რიგში და ბუნებრივია ხა
თუ რაღაცა კანონი ირღვევა, და ყველას გვაქვს რაღაც კონფლიქტური ურთიერთობები ხდება კლიენტებთან, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა რა თქმა უნდა ადვოკატურაშიც, ძალიან ბევრი პრობლემა ადვოკატებასთან მიმართებაში დამოკიდებულებაში, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ადვოკატის თვითონ პირადი ქცევა, კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი ბევრად განაპირობებს მის პიროვნულ წონადობას. აი ჩემი აზრი მაინც ეგ არის. და ბოლოს რას ურჩევდით დამწყები იურისტებს? მე ძალიან პირველ რიგში ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენთან მოწვევით, რა თქმა უნდა. მიმაჩნია რომ აი დამწყები ადვოკატებისათვის და ზოგადად იურისტებისათვის აი თქვენი ეს კომპანია ალმას ჰოლდინგში შექმნილია საუკეთესო პირობები, რომ დაეუფლონ პრაქტიკულ უნარჩვევებს ალმას ჰოლდინგის დამფუძნებლის ქალბატონ მაია ხელაძის მხარდაჭერის და პრაქტიკოსი ადვოკატის ქალბატონ იზო მაღლაკელიძის დახმარებით მე ვიცი რომ ეს ძალიან დიდი სამუშაო ტარდება. დაგიკავშირდნენ ტრენინგების და სხვა საინტერესო იურიდიული მეცადინეობების და კვალიფიკაციის სასამაღლებლად და ბუნებრივია ძალიან ბევრ სასიკეთო და სასიამოვნო და მათთვის გამოსადეგ უნარჩვევს მიიღებენ. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს კომუნიკაციების შედგება და აი თვითონ ის რომ მე ხა დღეს აქ ვარ და ამ ძალიან საინტერესო თემებზე ვსაუბრობ, ძალიან იშვიათობა გულწრფელად გეტყვით. ეხა ძალიან ხშირად სატელევიზიო გამოსვლებში და სხვადასხვა ურთიერთობებში აი ეს მედია საშუალებებში ხო ხშირად არის როდესაც გვესაუბრებიან ან ინტერვიუს იღებენ რამოდენიმე სიტყვას გვეკითხებიან ჩვენ დაცვის ქვეშ ყოველ საქმეს და ძირითადად სულ პოლიტიკურ რაღაც ისეთ თემებზეა რომელიც საზოგადოებისათვის ძალიან დამღლელია და მე ვფიქრობ აი თქვენი ეს დღევანდელი აი თუნდაც ჩემი დღევანდელი აქ მოწვევა და მადლობა კიდევ ერთხელ აი საზოგადოების გათვითცნობიერებისთვის არის ყველაზე კარგი და იდეალური საშუალება. მე მაინც ძალიან მოგწონს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და დარწმუნებული ვარ მომავალშიც მოგინდებათ ჩვენთან სტუმრობა. მადლობა დიდი მოწვევისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენს კომპანიას და ჰოლდინგს.